ჩვენახავ იმყოფებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან და ისევე როგორც მთელს ქვეყანაში ზუგდიდშიც უკვე 27 დღეა უწყვეტად იკრიბებიან ეს ადამიანები და აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს, გაყალბებულ არჩევნებს. აქციები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს უკვე რამდენიმე დღეა. თავდაპირველად 4 საათზე ეს ადამიანები იკრიბებიან ზუგდიდის მერიის შენობასთან, ხოლო შემდეგ მსვლელობით უკვე გადმოდიან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან. მე ვეცდები პირდაპირ ეთერში გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. ერთ-ერთი მათგანი არის ვიკა ფილფანი კახარიას გუნდიდან, რომელიც ამ აქციაზე იმყოფება. ვიკა, როგორ გითხრათ, როგორ ხედავთ თქვენ სამოვლო პროცესებს, რა უნდა იყოს მომავალში და როგორ შეიძლება მიღწეულ იქნას ის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის? პირველ რიგში მე მინდა დავიწყო მადლობა ზუგდიდის მიმართ, იმიტომ რომ ზუგდიდის აქციაზე პირველად ვარ და ამ ხალხმა აჩვენეს პროტესტის საოცარი მუხტი. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, ყველაფერი მიდის ქართული ხალხის სასიკეთოდ, მიუხედავად იმ წნეხისა და ძალადობისა, რაც მოგვიწვის საქართველოს და თბილისის ქუჩებში, პროტესტი არის უტეხი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შიდა წნეხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სამოქალაქო წნეხს. რამდენიც არ უნდა ატყუო ქართულმა ოცნებამ და მისმა პროპაგანდისტებმა, რომ 2000-3000 კაცი ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო დღეს თავიდან ბოლომდე არის ჩართული პროტესტში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დასავლეთის წნეხი, რომელიც წამოვიდა და ისინი არ ელოდნენ ამ წნეხს, რაც ბოლო დღეებში განსაკუთრებით ეუთაოდირის დასკვნამ ძალიან კარგად აჩვენა. ეუთაოდირში გარკვევი წერია ყველა ის პუნქტი, რაზეც ჩვენ საუბრობდით არჩევნების შემდეგი დღიდან. ასევე მათ ჩამოეშალათ ამერიკის მხრიდან მთელი პროპაგანდა და დაიწყეს უკვე იმაზე საუბარიც, რომ ამერიკის იმედზეც არ უნდა იყოს და ნამდვილად ქართული ოცნების წევრობა თქვენ არ უნდა იყოთ არავის იმედზე, თქვენ ხართ მხოლოდ საკუთარი ძალადობის იმედზე და ქართული ხალხი საბოლოოდ გაიმარჯვებს. მადლობა. დიდი მადლობა. ვიკა ფილფანს უსმენდით პირდაპირ ეთერში კახარიას გუნდის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ამ აქციაზე იმყოფება. ამ აქციაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა საკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. მათ შორის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი არის საბუნია ვართაგავა, სამოქალაქო აქტივისტი. საბუნია, თქვენს რო გითხრათ, როგორ გესახებათ საბოლოო ჯამში მიღწევა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და აქვს თუ არა გზები ახლა ქართულ ოცნებას იმისა, რომ მეტნაკლებად მაინც შეინარჩუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება? რიგარაში არჩევნები აუცილებლად იქნება. ქართულ ოცნებას უკვე უკან დასახევი გზა აღარ დარჩა, ცოტა ხნის წინ რომ ემოქმედა და უკან დაეხია, შეეძლო, მაგრამ ეხა უკვე ესე აღარ იქნება, იმიტომ რომ პროტესტი ჩვენ დავიწყეთ, ეს პროტესტი უკვე მიმდინარეობს თვითდინებით. აქამდე თუ მაგალითად ახერხებდნენ ვიღაცაები, რომ გაეშავებინათ აქციის ლიდერები ან პოლიტიკოსები და ამით საზოგადოებაში მუხტი ჩაეხშოთ, ეხლა ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არც პოლიტიკოსები, არც კონკრეტული ლიდერები ამ აქციებს აღარ ყავთ. ჩვენი თვითდინებით ნებისმიერი ადამიანი ვიცით, რომ თავისით გამოდის, ყველა მიცის, რომ ბრაზი უნდა გამოხატოს, უნდა მოვიდეს აქ კონკრეტულ ადგილას, შეიკრიბონ და ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და რუსული რეჟიმი რა თქმა უნდა ვერ დარჩება თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებაში, რუსული რეჟიმი აუცილებლად წავა. დიდი მადლობა. სამოქალაქო აქტივისტ საბუნია ვართაგავას უსმენდით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უკვე 27 დღეა, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში ზუგდიდშიც იმართება საპროტესტო აქციები. ხვალ ეს მოქალაქეები შედარებით უფრო დიდი რაოდენობით ისევ შეიკრიბებიან 4 საათზე ზუგდიდის მერიის შენობასთან. ამის შემდეგ გაიმართება მსვლელობა და ისინი ტრადიციულად გადმოინაცვლებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.